გავაკეთოთ ნომერი 11 და წავკითხოთ მისი პირობა. თუ A1 A2 წესიერი მრავალკუთხედის A1 A2 გვერდსა და A1 A3 დიაგონალს შორის კუთხე არის 15 გრადუსი, მაშინ ეს მრავალკუთხედი არისო. ნუ პირველ რიგში დავხაზოთ ეს, დავაწეროთ შესაბამისი სახელები. თუ A1 A2 გვერდსა და A1 A3 დიაგონალს შორისო. ამიტომ აუცილებელია გავავლოთ A1 A3 დიაგონალიც. გავავლოთ ეს დიაგონალი. ვიცით რომ მათ შორის კუთხე არის 15 გრადუსი. ესე იგი, რადგან წესიერი მრავალკუთხედია, ეს ორი გვერდი ტოლია. თუ სამკუთხედში ორი გვერდი ტოლია, მაშინ ეს სამკუთხედი არის ტოლფერდა და ტოლფერდა სამკუთხედის ფუძესთან მდებარე კუთხეები არის ტოლი. ეს 15 გამოდის და ეს კუთხე გამოდის 180 გამოკლებული 15/2, რომელიც არის 150. ვიცით რომ კუთხე წესიერი მრავალკუთხედის არის 150 გრადუსი, მაგრამ ახლა უნდა გავიგოთ თუ რამდენი კუთხაა ეს. შეგვიძლია გამოვიყენოთ პირდაპირ ფორმულა. 150 უდრის 180 n-2 შეფარდებული 1-თან. შევკაცოთ ორივე მხარე. ნულები მოვუშოროთ, შევკაცოთ 3-ზე. აქ დამჭა 5, აქ დამჭა 6. გავამარტივოთ, ჯვარდიანად გადავამრავლოთ. 6n-12 და მივიღეთ რომ n უდრის 12-ს. ესე იგი ჩვენი მრავალკუთხედი გამოვიდა 12 კუთხედი. შევამოწმოთ პასუხი. ჩვენთან ემთხვევა ეს პასუხას. გავაკეთოთ ნომერი 12 და ძალიან ყურადღებით წავკითხოთ მისი პირობა. პროექტს ახორციელებს 4 ფირმა. სვეტოვან დიაგრამაზე მოცემულია მათ მიერ გაწეული ხარჯები ამ პროექტში. რის ტოლი იქნება ამ სვეტოვანი დიაგრამის მიხედვით აგებულ წრიულ დიაგრამაზე მესამე ფირმის შესაბამისი სექტორის ცენტრალური კუთხე. პირველ რიგში აუცილებლად საჭიროა რომ შევხედოთ სვეტოვან დიაგრამას და გავიგოთ მესამე ფირმის ხარჯები პროექტებში, ოღონდ ლარებში. მესამე ფირმა არის ნაცრისფერი და გამოვიდა რომ არის 120,000 ლარი. რო გავიგოთ ცენტრალური კუთხე, საჭიროა რომ რაც არის თვითონ ისე ვაფარდოთ სუმთლიანთან. ესე იგი ეს გამოდის აბსოლუტურად ყველა ფირმის უნდა მოიწეროთ და დააჯამოთ. და ეს გამოვაგრძელო. ამას რო შეკრიბავთ, მიიღებთ 120,000 შეფარდებული 720,000-თან. შეკვეცავთ ნულებს, გაყავთ 12-ს, ანუ ამასაც შეკვეცავთ. 12-ზე იკვეცება პირდაპირ, არის 1/6. და ახლა უნდა გავიგოთ ცენტრალური კუთხე. ვიცით რომ წეტილის 1/6 აქვს დაკავებული, რადგან წეტილი სულ არის 360 გრადუსი, გამოდის რომ 360-ის 1/6 იკავებს. გავიგოთ 360 გრადუსის 1/6 და ის არის 60 გრადუსი. გადავამოწმოთ ჩვენი პასუხი და სწორი პასუხი აუცილებლად გამოვა B. გავაკეთოთ ნომერი 13. მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ძელაკიდან ჩამოჭრეს მართი სამკუთხა პრიზმის ფორმის ძელაკი. სურათზე მოცემულია ჩამოჭრის შედეგად მიღებული სხეული. სურათზე მიღებული ზომების მიხედვით იპოვეთ ამ სხეულის მოცულობა. დავაკვირდეთ ზომებს, ამოვიწეროთ ისინი. ზომები იყო 10, 6 და 13. თავდაპირველი მართკუთხა პარალელეპიპედის. გავიგოთ მისი მოცულობა. ანუ დავარქვათ V თავდაპირველი 10 ჯერ 6 ჯერ 13 გვაქვს, რომელიც თუ არ ვცდები არის 780. ახლა გავიგოთ ჩამოჭრილი ფიგურის ზომები და გამოვაკლოთ თავდაპირველს. V ჩამოჭრილის, რადგან მართკუთხაა, იქნება და ეს იქნება 182 სტოლი. ახლა რო გავიგოთ ჩვენი დარჩენილი ფიგურა, ჩვენი ფიგურის მოცულობა უბრალოდ თავდაპირველს უნდა გამოვაკლოთ ჩამოჭრილი. და აუცილებლად მივიღებთ 598-ს. გადავამოწმოთ ჩვენი პასუხი და მივხვდებით რომ ჩვენი პასუხი ემთხვევა ტესტის პასუხს. ახლა კი გავაკეთოთ ნომერი 14, რომელსაც ჩემი აზრით აქაც არ ჭირდება დაწერა, უბრალოდ კარგი დაკვირვებითაც მივალთ პასუხამდე და წავკითხოთ მისი პირობა. საკოორდინატო ბადით დაფარულ OXY სიბრტყეზე მოცემულია ABC და A'B', C' სამკუთხედები, რომელთა წვეროები მდებარეობს საკოორდინატო ბადის უჯრედის წვეროებში.
OX, Y სიტყვის ქვემოთ ჩამოთვლილი გარდაქმნებიდან რომელი ასახავს ABC სამკუთხედს A', B', C' სამკუთხედზე. მოკლედ შევხედოთ ნახას და მივხვდებით რას. პირველ რიგში აპასუხი შეგვიძლია ეგრევე გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ არის პარალელური გადატანა, ფიგურა არის მობრუნებული, შემოტრიალებული და იგივენაირად არ მდებარეობს, ამიტომ შეგვიძლია ეს გამოვრიცხოთ. ცენტრული სიმეტრია O ცენტრის მიმართო და O ცენტრის მიმართ ეს არ არის ცენტრული სიმეტრია, იმიტომ რომ მეორე მეოთხედში არ იქნებოდა მისი ადგილმდებარეობა და იქნებოდა მესამე მეოთხედში, ამიტომ შეგვიძლია რომ ეს პასუხიც გამოვრიცხოთ. G პასუხში წერია რომ ღერძული სიმეტრია აბსცისა და ღერძის მიმართო და უნდა გავიხსენოთ რომ აბსცისა და ღერძი არის X ღერძი, ამიტომ მის მიმართ რო იყოს მეორე მეოთხედში არ იქნებოდა მისი მდებარეობა და იქნებოდა მეოთხედში. ესე იგი, გავარკვიეთ რომ G-ც არასწორია და დაგვჭა D. მაგრამ ისევ მაინც გამოვიხილოთ თუ რატო არის D სწორი. მობრუნება O ცენტრის მიმართ 90 გრადუსით და მარცხლაც, აი რო აიღოთ ეს სამკუთხედი და რომ მოაბრუნოთ 90 გრადუსით, ანუ ესე რომ გაიჭიროთ და ასე რომ მოაბრუნოთ ზუსტად, აუცილებლად დაგიჯდებათ ABC სამკუთხედი A', B', C' სამკუთხედად. ამიტომ სწორი პასუხი არის D. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ნომერზე. წავკითხოთ მისი პირობა. ორი პარალელური წრფიდან ერთზე 5 წერტილია მონიშნული და მეორეზე 7. ამ წერტილებისაგან ადგენენ 3 წერტილისაგან შემდგარ სიმრავლეებს ისე, რომ თითოეულ სიმრავლეში შემავალ 3-ვე წერტილზე წრფე არ გაივლება. სულ რამდენი ასეთი განსხვავებული სიმრავლე არსებობს? კარგად გავიაზროთ პირობა და დავხაზოთ ორი წრფე. პირველი იყოს A წრფე და ვიცით რომ ამ A წრფეზე არის 5 წერტილი. და დავხაზოთ B წრფე, რომელზეც ვიცით რომ არის 7 წერტილი. ჩვენ გვაინტერესებდა სულ რამდენი ასეთი განსხვავებული სიმრავლე არსებობს, რომ ამ წერტილებისაგან ადგენენ 3 წერტილისგან შემდგარ სიმრავლეებს, ისე რომ თითოეულ სიმრავლეში შემავალ 3-ვე წერტილზე წრფე არ გაივლებოდეს. წრფე რო არ გაივლებოდეს 3-ვეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ 3-ვე ერთ წრფეზე არ უნდა იყოს, ესე იგი 2 უნდა იყოს რომელიღაცა წრფეზე და ის 1 უნდა იყოს მეორე წრფეზე. რო განვიხილოთ, მაგალითად 2 წერტილი თუ არის A წრფეზე, ესე იგი რა გამოვა? C2-ისა 5-ად გამრავლებული 7-ზე. C2-ისა 5-ად, იმიტომ რომ 5 წერტილიდან ავირჩია 2 წერტილი და 7 იმიტომ რომ B წრფეზე არის 7 წერტილი და ესე იგი გამომივიდა სულ რამდენი კომბინაცია შეიძლება იყოს. ახლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა. თუ ეს 2 წერტილი ავირჩია მე B წრფიდან, ეს 7 წერტილი არის B-ზე. ესე იგი რა გამომივა? C7-ისა 2-ad გამრავლებული 5-ზე. ეს იმიტომ რომ 2 წერტილი იყო B წრფეზე და 5 იმიტომ რომ 5 წერტილიდან შემიძლია ამოვირჩიო ის 1 წერტილი, რომელიც არის დარჩენილი. 5 წერტილი არის A-ზე და ისევ მაგიტომ. ნუ ეხა ეს რას უდრის? ეს რო გავამარტივოთ, იქნება 7 გამრავლებული 5-ის ფაქტორიალი შეფარდებული 2-ის ფაქტორიალი გამრავლებული 3-ის ფაქტორიალზე და დამატებული 5 გამრავლებული 7-ის ფაქტორიალი შეფარდებული 5-ის ფაქტორიალი გამრავლებული 2-ის ფაქტორიალზე. და ამ ყოველფრის გამარტივების შედეგად ეს არის 70, ეს არის 105 და მივიღებთ რომ სულ არის 175, რომელიც ჩვენთან არის პასუხი D. გავაკეთოთ შემდეგი ნომერი, ნომერი 16. სულ რამდენ ელემენტს შეიცავს A გაერთიანებული B სიმრავლე, თუ A არის ყველა იმ 3-ის ჯერადი ორნიშნა ნატურალური რიცხვისგან შედგენილი სიმრავლე, ხოლო B არის ყველა 10-ის ჯერადი ორნიშნა ნატურალური რიცხვისგან შედგენილი სიმრავლე. მოკლედ, რა უნდა გავაკეთოთ აქ? აქ უნდა პირველ რიგში ჩამოვწეროთ ორნიშნა 3-ის ჯერადების სიმრავლე. ეგ იყო A. ნუ დავიწყოთ 12-დან, 12, 15, 18, მერე იქნება 21, 24, 27 და მერე იქნება 30, 33, 36, 39 და აი ესე რომ გავაგრძელებთ, მერე იქნება აქ 4, 1, 2, 3, მერე იქნება 5, 1, 2, 3 და მერე იქნება 6, აქ იქნება 1, 2, 3, 4 და აი ასე და ასე გაგრძელდება. მოკლედ 7-ზე გვაქვს ისევ 3, 8-ზეც გვაქვს ისევ 3 და 9-ზე გვაქვს ისევ 4. ნუ ეხლა ეს რომ დავთვალოთ, რამდენი გამოვიდა სიმრავლეში, გამოვიდა 1, 2, 3, 4, 5, 6, 6 ჯერ 3-ს, დამატებული 1, 2, 3, 3 ჯერ 4.
ეს არის 18 დამატებული 12, რომელიც არის 30. ეს არის ასიმრავლეში რამდენი ელემენტია. ხოლო ჩვენ გვაინტერესებს გაერთიანება A-სა და B-ს შორის. B სიმრავლე იყო 10 ჯერადი ორნიშნა რიცხვები, რომელიც არის რა? 20 ჯერადი გამოვჩა, მაგრამ ეგ არა უშავს 10, 20, 30, 40, ასე შემდეგ. 5 აქ დავაწეროთ, რომ დაწოლში არ აგვერიოს და მოკლედ რა ხდება ახლა აქ? 90, 60 და 30 უკვე შედის აქ. ამიტომ რამდენი დაგვრჩა გადავითვალოთ? 1, 2, 3, 4, 5, 6. ესე იგი რა უნდა გავაკეთოთ? 30-ს უნდა დავუმატოთ 6, რომ გავიგოთ რა? A-სა და B-ს გაერთიანება, რომელიც უდრის 36-ს და ჩვენთან არის ეს პასუხი G. გავაკეთოთ შემდეგი ნომერი 17. წავიკითხოთ მისი პირობა. M ნატურალური რიცხვის n ნატურალურ რიცხვზე გაყოფის შედეგად მიიღება 5-ის ტოლი ნაშთი. ქვემოთ ჩამოთვლილი რიცხვებიდან რომის ტოლი არ შეიძლება იყოს n² - n²-ის n-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი. თუ ცნობილია, რომ n-ი ნაკლებია 10-ზე. პირველში ამოვიწეროთ პირობა. ესე იგი რა გავიგეთ, რომ m-ს როცა ვყოფთ n-ზე ნაშთში ვიღებთ 5-ს. ესე იგი, m-ი რო ჩავწეროთ n-ის გამოყენებით, რას მივიღებთ? m-ი უდრის რაღაც k-ჯერ n-ს, k-ჯერ ხომ მოთავსდა და ამას დამატებული 5. გავამარტივოთ, უბრალოდ ცოტა ლამაზად ჩავწეროთ. ეს მივიღეთ m-ი. ჩვენ გვაინტერესებს m² გამოკლებული n²-ის შედეგად რო გავყოფთ, რას მივიღებთ? ნაშთს. ამიტომ, მოდით ჩვენი n-ით გამოსახული m-ი ჩავსვათ აქ და გავაკეთოთ შემდეგი მოქმედებები. მოკლედ რას ვიღებთ? ვიღებთ ეს რო გავამარტივოთ იქნება ასე m plus n minus n m plus n. ახლა ეს m-ი ჩავსვათ აქ და აქ. რა გამოგვივა ხო? k-n-ს დამატებული 5 გამოკლებული n-ი k-n-ს დამატებული 5 დამატებული n-ი. გავამრავლოთ ყველა წევრი ერთმანეთზე. k² n² დამატებული 5k-n დამატებული k-n² დამატებული 5k-n დამატებული 25 დამატებული 5n გამოკლებული k-n² დამატებული უფრო სწორად გამოკლებული 5n და გამოკლებული n². მოკლედ აქ რა ხდება? 5n-ები შეიკვეცა, k-n² შეიკვეცა და ხო, ესე იგი რა გვრჩება აქ? k² n² დამატებული 10kn 10kn გამოკლებული n² და დამატებული 25. მოკლედ ეს ყველაფერი გაიყოფა თავისთავად n-ზე, იმიტომ რომ თვითონ წევრებს შიგნით აქვთ n-ი და ეხლა გვაინტერესებს 25 რო გაიყოფა n-ზე ნაშთი რა იქნება? თუ ვიცით რომ n-ი არის ნაკლები 10-ზე. 25 1-ზე სრულად იყოფა, 2-ზე გაყოფისას ნაშთი არის 1, 3-ზე გაყოფისას ნაშთი არის 1, 4-ზე გაყოფისას ნაშთი არის 1, 5-ზე ზუსტად იყოფა, 6-ზე გაყოფისას ნაშთი არის ისევ 1, 7-ზე გაყოფისას ნაშთი არის 4, 8-ზე გაყოფისას 8-ზე არის 1 და 9-ზე გაყოფისას არის ნაშთი 6. ამიტომ ნაშთი ვერ იქნება b. ანუ მეორე, ანუ 2. რადგან ნაშთ 2-ს ფიზიკურად ვერ ვიღებთ. ესე იგი სწორი პასუხი არის b. წავკითხოთ მე-18-ეს პირობა. რისი ტოლია იმის ალბათობა, რომ ABCD კვადრატის შიგნით შემთხვევით შერჩეული წერტილიდან A-წვერამდე მანძილი არ აღემატება მანძილს ამ წერტილიდან კვადრატის ცენტრამდე. ნუ პირველ რიგში აუცილებელია ეს ყველაფერი დავხაზოთ. მოკლედ დავხაზოთ კვადრატი, მე ეს კვადრატი დავხაზე და შიგნით კიდე რაღაცები ჩავუხაზე, მაგრამ ახლა მოგიყვებით თუ რატო გავაკეთე ეს ვითომ აქ შეერთდა. დავაწეროთ სახელები A, B, C, D, აქ O, რადგან ცენტრი. აქ დავაწეროთ K, F და E. მოკლედ, მე ვიღებ ამ წერტილს შემთხვევით, ამიტომ ეს წერტილი შეიძლება იყოს სადმე აქ და მე რა მინდა რომ შემი შემთხვევით აღებული წერტილი, ანუ საიდანაც იქნება MA, იყოს ნაკლები MO-ზე. ეს რომ მოხერხდეს, M-ი უნდა მდებარეობდეს სამკუთხედ AEF-ში. რატომ ხო? ანუ ეს დავშტიხოთ. რატომ უნდა მდებარეობდეს აქ? იმიტომ რომ აქედან უკვე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მეტი იქნება მანძილი ცენტრამდე, ვიდრე A-წვერამდე, ხო? ეხლა აქ რა გავაკეთე? AK
უდრის კ-ს, ეს ყველაფერი რო გამოვიდეს და AE უდრის AF-ს და უდრის A9, სადაც არის კვადრატის გვერდი. მოკლედ, ესეც არის ნახევრად დაყოფილი და ესეც არის ნახევარ-ნახევრებად დაყოფილი. ახლა რო გავიგო ალბათობა, რა უნდა გავიგო? ამ სამკუთხედის ფართობი, რომელსაც მე მინდა რომ მივაკუთვნო ჩემი m წერტილი, უნდა შევაფარდო მთლიანად კვადრატის ფართობს. რომელიც რა გამოდის? ABCD. კვადრატის ფართობი ვიცით რომ არის a კვადრატი და სამკუთხედის ფართობი რა იქნება? 1/2-ჯერ a9ჯერ a9, ხო? იმიტომ რომ ეს a9-ია და ესეც a9-ია. რადგან მართკუთხა სამკუთხედია, კათეტები ერთმანეთზე გავამრავლე და 1/2-ზეც გავამრავლე. ანუ ეს რას უდრის ახლა? a კვადრატი შემეკვეცება ამათთან და გამომივა 1/2. ესე იგი ალბათობა არის 1/2, რომელიც ჩვენ პასუხებში არის პასუხი A. გავაკეთოთ ნომერი 19. P პარამეტრის რა მნიშვნელობისათვის არის x² დამატებული px გამოკლებული 27-ის განტოლების ერთი ფესვი, მეორე ფესვის კვადრატის ტოლიო. პირველ რიგში ამოვიწეროთ განტოლება. ესე იგი განტოლება იყო როგორი? x² დამატებული px გამოკლებული 27 უდრის 0-ს. მე მინდა რომ ერთი ფესვი იყოს მეორე ფესვის კვადრატი. ფესვებს დავარქვათ a და a კვადრატი და მე რა მინდა? ნუ რა ვიცი ახლა ეს p არის შეტრიალებული ნიშნით ფესვების ჯამი. ხოლო 27 არის ამ ფესვების ნამრავლი. გამოვიყენოთ ეს ცოდნა, ანუ ვიეტას თეორემა დაგჭირდება ამის ამოსახსნელად. -27, ესე იგი უდრის a-ჯერ a კვადრატს, ესე იგი -27 უდრის a კუბს და შესაბამისად აქედან a უდრის -3-ს. და ახლა მაინტერესებს p. p არის შეტრიალებული ნიშნით ფესვების ჯამი, ესე იგი რა გამოდის? -p უდრის a-ს დამატებული a კვადრატი. -p უდრის -3-ჯერ -3-ის კვადრატი, -3-ს დამატებული -3-ის კვადრატი, რომელიც არის 9, ესე იგი -p უდრის 6 და p უდრის -6 და ჩვენთან ეს ემთხვევა პასუხ B-ს. ესე იგი სწორი პასუხი არის B. გავაკეთოთ ნომერი 20. და ყურადღებით წავკითხოთ მისი პირობა. ABC სამკუთხედის AB გვერდის სიგრძე 3-ჯერ მეტია BC გვერდის სიგრძეზე. რას უდრის AC შეფარდებული AB-სთან, თუ კუთხე არის 60 გრადუსი. ნუ აუცილებელია რომ დავხაზოთ სამკუთხედი. დავხაზეთ სამკუთხედი, დავაწეროთ მას შესაბამისი ასოები A, B და C. კუთხე B არის 60 გრადუსი და ვიცით რომ BC გვერდი 3-ჯერ ნაკლებია AB გვერდზე. დავაწეროთ მათ სახელები X და 3X, ხო? და ახლა ჩვენ გვაინტერესებს AB შეფარდებული, კი არა და AC შეფარდებული AB-სთან. ეხლა როგორ გავიგოთ ეს ყოველივე? ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კოსინუსების თეორემა. თუ არ გახსოვთ, ფორმულა აუცილებლად გაიხსენეთ. ესე იგი, AC კვადრატი აქედან რას უდრის? კოსინუსების თეორემით ვაკეთებ. 3x², ესე ოღონდ, დამატებული x² გამოკლებული 2-ჯერ 3x-ჯერ x-ჯერ კოსინუს 60 გრადუსი. მოკლედ გავამარტივოთ ეს ყველაფერი. რას ვიღებთ? 9x² დამატებული x² გამოკლებული 6x² გამრავლებული კოსინუს 60 გრადუსი არის 1/2. ესე იგი, ვაკლებთ 3x². 10-ს რო გამოვაკლოთ 3 არის 7, დამჩა 7x². ესე იგი, 10-ი აქედან რას უდრის? თუ ეს AC² იყო, AC უდრის x ფესვი 7-დან, ხო? AC ვიცი, AB-ც ვიცი, რო არის 3x და ახლა დაგვრჩა შეფარდება დასაწერი, ანუ x ფესვი 7 შეფარდებული 3x-თან. x-ები შემეკვეცა და დამჩა ფესვი 7 3-თან. გადავამოწმოთ ჩვენი პასუხი და ეს არის პასუხი D. ესე იგი, სწორი პასუხი გამოვიდა D ჩვენთან.